ეთერშია ბიზნესი რუსთავიორზე, მე ჟურნალისტი სოფო ოხანაშვილი გრიგავარ. საერთაშორისო სავალუტო რეზერვები აპრილში $154 მილიონ დოლარზე მეტით 6 მილიარდ 470 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წლის პირველ კვარტალში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა თითქმის $500 მილიონ მიაღწია, როგორც ეროვნული ბანკი ამბობს, მისი გრძელვადიანი პოლიტიკა რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვაზეა მიმართული და როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა, ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. სების განმარტებით ამას ხელი შეუწყო ოქროს აქტივის ფასის ზრდამ. მონეტარული ოქროს ღირებულება მისი შეძენის მომენტიდან $558 მილიონ მეტით გაიზარდა. ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში კი 16.4%-ია. მშენებლობა ისევ გაძვირდა საქსტატის მონაცემებით, მარტში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 2%-ით. წინა თვესთან შედარებით კი 1.9%-ითაა მომატებული. წლიური ინდექსის ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2.7%-იანი მატებით, ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების 4.3%-იანი ზრდით. საქსტატის ინფორმაციით გაზრდილია როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი და სამოქალაქო მშენებლობის ინდექსები. ხელფასის მიმღები ადამიანების რაოდენობა მარტში მილიონს გადააჭარბა. PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მიხედვით წლიურად მაჩვენებელი 4.5%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკური მონაცემებით 600 ლარამდე ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა შემცირებულია, 2400 ლარზე მეტი ანაზღაურების მქონეთა რაოდენობა კი წლიურად 5.6%-ით გაიზარდა და მთლიანი დასაქმებულების 36% შეადგინა. PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით 9600 ლარზე მეტი ხელფასი დასაქმებულების მხოლოდ 3%-ს აქვს, თუმცა მაჩვენებელი წლიურად 0.5%-ითაა მომატებული. პირადად რომ დავფიქრდი, ბოლო დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოვაწერა, ციფრულად მივიღე და ხელმოწერაც ელექტრონულად დავსვი. არ დამჭირვებია ფურცლები და იმაზე ფიქრი, რომ არ დამეგვიანა და ასევე სხვა ბევრი დაბრკოლების გადალახვა არ ყოფილიყო საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს, რომელიც ახლა გვიყურებთ, გქონიათ მსგავსი გამოცდილება, სწორედ ამიტომ ციფრული დოკუმენტ ბრუნვა თანამედროვე რეალობაში უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე და ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა ყოველდღიური პროცესების გასამარტივებლად. ამას ემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, გარემოს დაცვა და რესურსების დაზოგვა. ამიტომ ბევრი კომპანია ამას საკუთარი კორპორაციულ პასუხისმგებლობადაც აღიქვამს. ახლა სწორედ ელექტრონული დოკუმენტების ბაზარზე ვისაუბრებთ, როგორ იზრდება მოთხოვნა, როგორ იზრდება ბაზრის ზომა, რას თავაზობს ქართული სტარტაპი Signify მომხმარებელს, რომელმაც უკვე ციფრული დოკუმენტ ბრუნვის პროცესი კიდევ უფრო გონივრული გახადა და ხელოვნური ინტელექტიც ჩართო ამ პროცესში და როგორია მისი გეგმები. ჩვენ სტუმარია ეთერში ჩვენთან ერთად, ჩვენ სტუმართან ერთად განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს. Signify-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ზვია წოწყოლაური ისაუბრებს დეტალებზე. მოგესალმებით ზვია და მადლობა სტუმრობისთვის. პირიქით. ამასობაში გასულა რამდენიმე წელიც, რაც ჩვენ აღარ შევხვედრივართ, მაშინ ახლად იდგამდა თქვენი კომპანია ფეხს. რა შეიცვალა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში? უკვე 5 წელია ბაზარზე ხართ. კი ბატონო, 4 წელი შეგვისრულდა უკვე. დაიწყო მეხუთე საქმე. 5 წელი დაიწყო. ხო, ალბათ უფრო მოკლედ მასშტაბი რო შევაფასოთ ციფრებში, დღეს უკვე ჩვენს პლატფორმაზე მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხდება თვეში. ანუ წარმოვიდგინოთ 1 მილიონზე მეტი ბიზნეს შეთანხმება, უკვე აღარ ხდება მოკლედ ფურცელზე და რამე, ასე ვთქვათ, არ იბეჭდება და არ იგზავნება აქეთ-იქით, არამედ ხდება ელექტრონულად. რაც ანუ ხალხში რო გადავთარგმნოთ, დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 700,000 უნიკალურ ადამიანს შეეხო, ანუ ერთხელ მაინც გამოსცადა ის, რაც თქვენ კი, მე რამდენჯერმე მომიწია. ძალიან გამხარდა. მე რამდენჯერმე მომიწია და ეს ძირითადად ვინ არის? ეს კომპანიები, მომხმარებლები თქვენი, არის თუ არა კონკრეტული სფეროები, რომლებიც განსაკუთრებით ინტერესდებიან, თუ ეს მაინც უფრო დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი მიმართულება? ან დღეს აბსოლუტურად თითქმის ყველა ინდუსტრიაში ძალიან დიდი პენეტრაცია აქვს. მოკლედ
ჩვენი სპეციფიკა კარგი იმით არის, რომ დოკუმენტები ყველგან არის და მიუხედავად იმისა, ტელეკომპანია თუ საფინანსო ინსტიტუტია თუ რავი, სამშენებლო კომპანია, ყველას აქვს მოკლედ ბიზნეს შეთანხმებები, ამაზე დგას ბიზნესი ამ გარიგებებზე. და ჩვენ ვიხმარებით შესაბამისად ამ გარიგებების გამარტივებაში. ამიტომ მოკლედ დღეს საქართველოში როგორც ინდუსტრიების კუთხით, ისე ზომების მიხედვით Signify-ის კლიენტები არიან როგორც დიდი კომპანიები, 10,000-ზე მეტი თანამშრომელი როყავს, ასევე პატარა კომპანიები, რომელიც 1-დან 5 თანამშრომლამდე ყავს მათ შორის. ძალიან რთული იყო ნდობის მოპოვება, მაინც ელექტრონულად ხელმოწერაზეა საუბარი, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომა ეძლევა კომპანიას, ხო? აი, ნდობის მოპოვება რამდენად მარტივად შეძელით? საკმაოდ რთული იყო. ჩვენთან მოკლედ თავი გამოწვევა ის იყო, როცა მოკლედ კომპანია რაღაც პროდუქტს აკეთებ, მაგალითად მე რო დავიწყო დღეს ახლა ახალი smartphone-ის გაკეთება, მე უნდა ხალხს დავაჯერო, რომ ჩემი პროდუქტი კარგია. და რომ ჩემი პროდუქტი არის smartphone-ებში საუკეთესო. ჩვენ როცა დავიწყეთ ამის კეთება, არავინ არ იცოდა კატეგორია რა იყო. ანუ გარდა იმისა, რომ Signify კარგია, ასევე უნდა აგვეხსნა და დაგვერწმუნებინა ეს ხალხი, რომ ელექტრონულად დადებულ გარიგებას აქვს იურიდიული ძალა, რომ ეს ზოგადად მიღებული პრაქტიკაა, უსაფრთხო და ასე შემდეგ. ამიტომ საკმაოდ დიდი ძალისხმევა განსაკუთრებით პირველ 1-2 წელიწადში წავიდა ზუსტად ამაზე, რომ აი ზოგადი კანონმდებლობა მიგვეტანა აუდიტორიამდე, ჩვენს კლიენტებამდე და ასე შემდეგ. ანუ ეხლა დარწმუნებულები არიან და გარანტირებულად იციან უკვე მომხმარებლებმა და გამოცდილება აჩვენებს უკვე ერთმანეთის, რომ უსაფრთხოა ამ დოკუმენტების ელექტრონული ბრუნვა. ასე მგონია, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში 1 მილიონზე მეტი იურიდიული გარიგება ერთ თვეში არ დაიდებოდა ჩვენი პლატფორმით. ამიტომ ჯერა რომ კი უმეტესწილად ეს ნაწილი გავლილია უკვე. და უმეტესწილად ეს უკვე გამოწვევა არ არის. თუ კვლავ გიწევთ მაგალითად მუდმივად დახვეწა უსაფრთხოების მექანიზმების. ის რომ ზოგადად ელექტრონულად დადებული გარიგება ისეთივე კარგია, როგორც არაელექტრონულად დადებული გარიგება, ეს მგონია რომ ჩავლილია. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს მუდმივი პროცესია, იმიტომ რომ როცა ციფრულ პროდუქტს აკეთებ, შენთან ერთად ვითარდებიან ის ხალხი, ვისაც უნდა რომ მაგალითად რაღაცა ძალიან დიდია მათიც. რაღაცა დააშაოს. შესაბამისად, შენს უნდა უწყო ამ ყველაფერს და ბუნებრივია ჩვენ ანუ უკვე მესამე წელია ვართ სერტიფიცირებული ISO 27001 ინფორმაციული საფრთხეობის სტანდარტით, ანუ ყოველ წელს გავდივართ აუდიტებს, გარე კომპანიის მიერ, ასე ვთქვათ, შეღწევადობის ტესტირებას, რიგ მოკლედ კონტროლებს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ შევასრულოთ ის მისია, რისთვისაც ვართ და ეს არის გავამარტივოთ დაკონტრაქტების პროცესი. აუცილებლად მინდა გკითხოთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენს მაყურებელს მოვუყვეთ, რა უპირატესობები აქვს. მე მოკლე მინიშნებები გავაკეთე, მაგალითად, რესურსების დაზოგვა, გარემოზე ზრუნვა, ჩვენი დროის დაზოგვა, რომ არ გვიწევს მაგალითად რაღაც კონკრეტულ ადგილზე მისვლა. კიდევ რა უპირატესობები აქვს, რითი არწმუნებდით თქვენ ოდესღაც თქვენს მომხმარებლებს, ან ეხლაც თუნდაც თქვენს მომხმარებლებს ელექტრონული ხელმოწერის უპირატესობებში. ვფიქრობ, მოკლედ ჩვენი კლიენტები კომპანიები არიან და შემდეგ ამ კომპანიების, როგორ თქვა, თანამშრომლები ან მათი კლიენტები და შემდეგ არიან ჩვენი მომხმარებლები, არაპირდაპირ. კომპანიებისთვის საკმაოდ მარტივია იმ ბენეფიტის დანახვა, რაც ეხება პირდაპირ ხარჯებს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ითვლიან ყველაფერს, როგორც დროში რა გამოდის, ისე ხარჯი და ასე შემდეგ. ძირითადად მჯერა რომ მოკლედ მთავარი ღირებულება არის გამარტივება საკითხის და ამ გამარტივებას მერეებმის როგორც ხარჯების დაზოგვა და ასე შემდეგ. თუნდაც ის რომ პროცესის გამარტივებით მე ჩემმა მაგალითად გაყიდვების თანამშრომელმა რომ ასე ვთქვათ გაყიდა ფიზიკურად მიიღო სიტყვიერად თანხმობა რომ კი ბატონო შედგა ეს გარიგება იქიდან დაწყებული სანამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება რეალურად ბიზნესი არ იწყება ხო თუნდაც ეს რომ აქამდე თუ საშუალოდ ჭირდებოდა ამას 5-დან 7 დღემდე და ეს ჩამოვიდა საათებზე, ჩათვალეთ რომ მთელი ეს დრო უკვე ბიზნესზე მუშაობს. ამიტომ კომპანიებისთვის მოკლედ თავარი მაინც იმის დაჯერება იყო რომ ელექტრონულად ეს ყველაფერი
ოკეი არის, როგორც ლეგალურად ისე საფრთხების კუთხით. დანარჩენ ასე ვთქვათ ბენეფიტებს თვითონაც მე ბევრი რაღაცა მათგანაც ვისწავლეთ, თუნდაც თურმე ამასაც ვამარტივებ, კი ბატონო. ასევე მინდა გითხოთ ზვიად, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება მოხდა და რა ნაწილში რაში იყენებთ? ამან თქვენ თვითონ როგორც კომპანიას რა გაგიადვილათ და თქვათ რა შესაძლებლობები გაგიხსნათ? კი ბატონო. რა შეცვალა თქვენ კომპანიის? ამით ჯერა რომ აი ჩვენი პროდუქტის მოკლედ ვერსიებსაც ვაკეთებთ და ვერსიების შევცვალეთ, ანუ აქამდე თუ იყო 1.5, 1.6 ასე შემდეგ, გადავიდა 2. და ამას დავარქვით მოკლედ Signify 2.0, რაც არის დასაწყისი იმ სერიებისა, რაც 10 წინ მოდის. ეხლა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაც მოხდა, ცოტა ისეთი მაგალითის სახით რო ავხსნათ, აი წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენი კომპანიები ხა ამ დოკუმენტებს რო აფორმებენ, მე ამ უმეტესობა ეს კომპანიები ჩვენსავე სისტემაში ინახავს ამ დოკუმენტებს. ეხლა წარმოვიდგინეთ, რომ აი გაქვთ რაღაც აქაღალდე, რომელშიც აი 1000-ობით სხვადასხვა ხელშეკრულება არის ჩაწერილი. შეგიძლიათ PDF-ის ფაილები მარტივად წარმოვიდგინოთ. და ამ დოკუმენტებში სხვადასხვა იურისტის მიერ რთული იურიდიული ტერმინოლოგიით ჩაწერილი სხვადასხვა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორც არის ვადა ან გადახდის თარიღი, როდის არის ხელშეკრულების ღირებულება და ასე შემდეგ არის თქვით ჩაწერილი და მე ჩვენ ვეძახით დაძინებული. და როცა მოკლედ ჩვენ გვჭირდება ამ დოკუმენტების არქივზე სხვადასხვა ტიპის ოპერაციები, რა უნდა ვქნათ, ხო, ან შეგიძლიათ ჩაუძვრეთ და დამოვიკითხოთ. ეხლა წარმოვიდგინოთ რა მაგარი ეს ხდებოდა ესე სუბიექტურად ადამიანის ჩარევით მოძებნა ხო, მაინც ან ბევრ ელექტრონულ დოკუმენტში მაინც რთული იყო. ეხლა წარმოვიდგინოთ რა მაგარი იქნებოდა, რომ ვიღაცამ ან რაღაცამ ეს ჩემი იურიდიული ტერმინოლოგიით დაწერილი დოკუმენტები წაიკითხოს, იქიდან ამომიკრიბოს ყველაფერი ის, რაც მე მჭირდება, მაგალითად ვადები, თანხები, მხარეები და ასე შემდეგ და რაღაც ჯადოსნურად მოკლედ მომიწესრიგოს ისე, რომ მე 3 კლიკით მარტივად მოვძებნო ყველა ის ხელშეკრულება, რომელსაც ვადა ეწურება შემდეგ 3 თვეში. და ხო მაგარი იქნებოდა? რა თქმა უნდა. ხო და ეს მაგარი ხდება Signify-ის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ხელოვნური ინტელექტი წაიკითხავს ამ დოკუმენტებს და შერჩევის ძიების პროცესში დაეხმარება კომპანიებს. უკვე ჩაშვებულია თუ როდიდან აპირებთ? კი, უკვე გაშვებულია, ჩვენი კლიენტები უკვე იყენებენ ამას, თუმცა ეს პირველი ნაბიჯია, ამას ბევრი საინტერესო რამე მოყვება, მათ შორის უკვე თქვენს როგორც ხელმომწერებს, რომელიც შეგეხებათ, რომ ერთ-ერთი ცნობილი, ყველაზე ასე ვთქვათ, მთავარი ეს პრობლემა გარდა იმისა, რომ აქამდე თუ უწევდათ მოდი მოვაწერე ხელი და ასე შემდეგ, ეხლა არის ის, რომ ამ ხალხს უჭირს ამ ხელშეკრულების გაგება. და უამრავი კითხვა აქვს ხოლმე და შემდეგი განახლება იქნება წინასწარ რომ დავაანონსო ის, რომ ყველა ადამიანი, რომელიც დოკუმენტს მიიღებს, ეყოლება AI ასისტენტი, რომელიც თავის ენაზე აუხსნის, აი ხა როგორც მე მაგალითებით ხსნი, ისე რომ ახსნას მარტივად. ანუ მოკლე შინაარს გააცნობს ხელშეკრულებას. წარმატებებს გისურვებთ. ძალიან საინტერესო იდეებით მოხვედით. კიდე დაველოდებით თქვენგან სიახლეებს, ჩვენს მაყურებას კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ. ჩვენი სტუმარი იყო Signify-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი ზვიად წოწყოლაური. ჩვენ კი ენერგეტიკის სექტორში გადავინაცვლოთ. ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები. ამ საკითხებზე ისაუბრეს კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, TBC კაპიტალისა და Galten Tagarthis ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრაზე იმსჯელეს, როგორ ვითარდება ენერგეტიკა რეგიონში და რა როლი აქვს ბიზნესისა და ფინანსური ინსტიტუტების პარტნიორობას ამ პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განახლებად ენერგიას, მონაწილეებმა განიხილეს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ისე საქართველოს ბაზრის გამოწვევები. ღონისძიება პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს მოიცავდა. პანელურ დისკუსიებში კი მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, ასევე წამყვანი ენერგეტიკული და საინვესტიციო კომპანიები რეგიონებიდან. საქართველოს ბანკი საკმაოდ აქტიური არის ამ სფეროს დაფინანსებაში. დღეს წლის ბოლოს მდგომარეობით მთელი საქართველოს საბანკო სისტემაში ენერგეტიკის კუთხით იყო დაახლოებით 3 მილიარდი ლარის პორტფელი და აქედან 1.4 მილიარდზე მეტი ჩვენი ბანკის მიერ იქნა დაფინანსებული სხვადასხვა მიმართულებით. ბოლო პერიოდში საკმაოდ გაზრდილი არის მომართვიანობა განახლებადი ენერგეტიკის პროექტებზე. შარშან იყო 14 ახალი პროექტი დავიწყეთ. ახლობით ჯამური საინვესტიციო მოცულობა არის
800 მილიონი ლარი. აქტიურად მუშაობთ ახალ პროექტებზე, თითქმის 800 მეგავატი დადგმული სიმძლავრის pipeline გვაქვს, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება და უმეტესი ნაწილი არის ქარსა და მზის ენერგიაში, რაც ზოგადად ქართული ენერგეტიკის ბაზრისთვის სიახლეა. თუმცა ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ჰიდროელექტროსადგურების დაფინანსებას არ ავჩერებთ, მანდაც ძალიან აქტიურები ვართ. So far, EBRD in Georgia. დღემდე EBRD საქართველოს ენერგეტიკის სექტორში 1 მილიარდ ევროზე მეტი აქვს ინვესტირებული 30 პროექტის ფარგლებში. ეს მაჩვენებელი მოიცავს როგორც მიმდინარე საინვესტიციო პორტფელს, ასევე იმ პროექტებს, რომლებიც უახლოეს თვეებში განხორციელდება. ვფიქრობთ, რომ 2026 წელი სექტორისთვის ძალიან წარმატებული იქნება. ჩვენი მთავარი ფოკუსია საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ენერგოსისტემაში ინტეგრირება, მომხმარებლების სასარგებლოდ, ასევე ქვეყნის პოზიციონირება რეგიონული კავშირისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. დღემდე ჩვენ საქართველოში დაახლოებით 800 მეგავატის პროექტი დავაფინანსეთ. ეს ძირითადად ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, ასევე გადამცემი ინფრასტრუქტურისა და ენგურის რეაბილიტაციის მიმართულებებს მოიცავს. ჯამურმა დაფინანსებამ 900 მილიონი ევრო შეადგინა. მიგვაჩნია, რომ ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჰიდროენერგეტიკის გარდა მნიშვნელოვანია ქვეყანა მზისა და ქარის ენერგეტიკაც განავითაროს, რათა ენერგეტიკული წყაროები უფრო მრავალფეროვანი გახდეს და კლიმატის ცვლილების გავლენა ენერგიის გამომუშავებაზე მეტად შემცირდეს. დღეს საქართველოში ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება, ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და უნიკალურ კულტურას ეძღვნება, დღეიდან გაიმართება ყოველწლიურად. დღის ფარგლებში დაგეგმილია კონფერენცია ქართული და უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით, სადაც განხილული იქნება ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის მიღწევები, ასევე ისაუბრებენ საექსპორტო ბაზრების სპეციფიკაზე და ამ ბაზრებზე დამკვიდრების შესაძლებლობებზეც. გუდიაშვილის მოედანზე კი სტუმრებს ღვინის დეგუსტაცია და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა ელოდებათ. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ჯონ ბარკერი ეწევა. ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენით დასრულდება. ლუქს მოდის ინდუსტრია 2026 წელს ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის. მიუხედავად იმისა, რომ ლუის ვიტონი, შანელი, დიორი და გუჩი ისევ მილიარდიან გაყიდვებს ინარჩუნებენ, მომხმარებლების ნაწილი უკვე ღიად საუბრობს ეგრეთ წოდებულ ლუქს ბრენდებით გადაღვაზე. ამის მთავარი მიზეზი ბოლო წლებში ფასების უპრეცედენტო ზრდაა. საერთაშორისო გამოცემები წერენ, რომ ბევრმა ბრენდმა 2026 წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გააძვირა ყველაზე მოთხოვნადი პროდუქცია. მაგალითად, ლუის ვიტონის პოპულარული რომელიც რამდენიმე წლის წინ დაახლოებით $1500 ღირდა უკვე $2450-მდეა მისი ფასი. დიორის საშუალო ზომის ჩანთა $6900 უახლოვდება. შანელის კი $11000 აჭარბებს. განსაკუთრებით გაძვირებულია ჰერმესის პროდუქცია, მისი ჩანთები ბაზარზე $15-40,000 ფარგლებშია. გაძვირდა ტანსაცმელიც, ლოროპიანას ქაშმირის სვიტერები $3000-მდე ღირს, პრადას ნეილონის ქურთუკები კი $4000 ფარგლებშია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ლუქს სექტორმა სწორედ ამ აგრესიული ფასების პოლიტიკის გამო მილიონობით მომხმარებელი დაკარგა. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში, რომელიც უფრო მინიმალისტურ ბრენდებზე აკეთებს არჩევანს. განსაკუთრებით პოპულარულია ისეთი ბრენდები, როგორიცაა Zero, Totimi და Miu Miu. ხელოვნური ინტელექტი მუსიკალურ ინდუსტრიაში სისტემურ ცვლილებებს იწვევს. კომპანიების ინფორმაციით, AI კონტენტის წილი უკვე მთლიანი ატვირთების დაახლოებით 40%-ს უახლოვდება. საპასუხოდ კი სტრიმინგ პლატფორმები გამჭვირვალობის ახალ წესებს ნერგავენ. Apple Music-ი სავალდებულო მარკირების სისტემას აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მუსიკის ტექსტის, ვიზუალის ან ვიდეო კლიპის მნიშვნელოვანი წილი ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი, მას უნდა დაემატოს ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის თეგი, რომელიც მომხმარებელს აჩვენებს სად და რა დოზით იყო ის გამოყენებული. პარალელურად, Spotify გადადის უფრო მკაცრ კონტროლზე. პლატფორმა შლის ტრეკებს, რომლებიც არტისტის ხმის უნებართვო იმიტაციას იყენებს. ასევე აფართოვებს სპამის წინააღმდეგ ფილტრაციას და სავალდებულოდ აქცევს AI-ის გამოყენების გამჭვირვალობას Deezer-იც. Deezer-მა უკვე გაანერგა სპეციალური სისტემა, რომელიც ავტომატურად აფიქსირებს პლატფორმაზე არსებულ ანალოგიურ შემთხვევებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ხელოვნური ინტელექტით გენერირებული მუსიკის
ტრაფიკის სწრაფი ზრდა პირდაპირ ზეწოლას ახდენს სტრიმინგის ეკონომიკურ მოდელზე. მათი განმარტებით, როდესაც პლატფორმებზე ყოველდღიურად მილიონობით ახალი ტრეკი იტვირთება, იცვლება როგორც შინაარსის მოცულობა, ისე თავად სისტემის ბალანსი და შემოსავლის განაწილება, რაც მზარდი AI კონტენტის ფონზე რეალური არტისტის შემოქმედების კონკურენტუნარიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკა ამერიკა და ჩინეთი. ეკონომიკური დაპირისპირების ახალ ეტაპზე გადადის. ვაშინგტონი ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფების დაწესებას განიხილავს, პეკინი კი ამას ეკონომიკურ ზეწოლად აფასებს. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ბრძოლას მსოფლიო ეკონომიკაზე და რატომ შეიძლება გაზვირდეს ტექნიკა, ავტომობილები და ყოველდღიური პროდუქცია? მას სიუჟეტიდან გავიგებთ. ამერიკა და ჩინეთი უკვე რამდენიმე წელია ეკონომიკურ კონკურენციაში არიან, თუმცა ახლა დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ჩინეთი სახელმწიფო სუბსიდიებით მსოფლიო ბაზარზე ხელოვნურ უპირატესობას ქმნის, განსაკუთრებით ელექტრომობილების, ბატარეებისა და მწვანე ტექნოლოგიების მიმართულებით. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ახალი ტარიფების დაწესებას სწორედ ამ სფეროებში გეგმავს. ტარიფი დამატებითი გადასახადია, რომელსაც ქვეყანა უცხოურ პროდუქციაზე აწესებს. შედეგად იმპორტირებული პროდუქტი ძვირდება და ფასის ზრდა საბოლოოდ მომხმარებელი გრძნობს. პეკინი აცხადებს, რომ ამერიკა თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებს არღოს და კონკურენციის შეზღუდვას ცდილობს. ჩინეთის ხელისუფლება კი აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები არამხოლოდ ორ ქვეყანას, არამედ მთლიან მსოფლიო ეკონომიკას აზარალებს. ეკონომისტების შეფასებით, სავაჭრო ომი უკვე გლობალურ პროცესებზეც აისახება. იზრდება გაურკვევლობა საფონდო ბირჟებზეც მერყეობს ნავთობის ფასი და რთულდება საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვები. ყველაზე დიდი რისკი კი ტექნოლოგიურ სექტორშია. მსოფლიოს წამყვანი კომპანიების დიდი ნაწილი პროდუქციას სწორედ ჩინეთში აწარმოებს. მიკროჩიპებს, ელექტრონიკას და სხვადასხვა კომპონენტს. თუ ტარიფები კიდევ გაიზრდება, შესაძლოა გაძვირდეს ყოველდღიური ტექნიკაც მობილური ტელეფონებიდან ავტომობილებამდე. აღსანიშნავია, რომ კომპანიები უკვე ცდილობენ ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას. ბიზნესის ნაწილი წარმოებას ინდოეთში, ვიეტნამსა და მექსიკაში გეგმავს, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ალტერნატიული ბაზრების სრულად ათვისებას დრო სჭირდება. პარალელურად იზრდება შიში, რომ ეკონომიკურმა დაძაბულობამ შესაძლოა ახალი ინფლაციური ტალღა გამოიწვიოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მსოფლიო ბაზრები კიდევ უფრო არასტაბილური გახდება. ეკონომიკური ბრძოლა მსოფლიოს ორ უდიდეს ძალას შორის გრძელდება და მისი შედეგები შესაძლოა თითოეულ მომხმარებელზე აისახოს. რამდენად შორს წავა სავაჭრო ომი და შეძლებენ თუ არა მხარეების შეთანხმებას, ეს უახლოეს თვეებში გამოჩნდება. და ბოლოს ვნახოთ, როგორია ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი. ლარი ყველა ძირითადი სავაჭრო ქვეყნის ვალუტასთან გამყარდა, რუსული რუბლისა და თურქული ლირის გარდა. რუბლთან გაუფასურება გვაქვს, ლირასთან გაცვლითი კურსი უცვლელი დარჩა. 1 დოლარი, 2 ლარი და 79 თეთრი ღირს, ევრო 3 ლარი და 16 თეთრი. 1 თურქული liris ფასია 6 თეთრი, 100 რუბლის ფასი კი 3 ლარი და 60 თეთრი. 1 აზერბაიჯანური მანათი 1 ლარი და 58 თეთრი ღირს, 1000 სომხური დრამი 7 ლარი და 26 თეთრი. ბიზნესი რუსთაველზე ამით დასრულებულია. მადლობა რომ გვიყურებთ. შევხვდებით ორ შაბათს, თქვენ კი სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ.